მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით მონატრებული მაილიგის მომდევნო ამჯერად უკვე ახალი და შეიძლება ითქვას ბოლო სეზონით. ახლა კი რატომ არის ბოლო? სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა ესეთი პატარა განცხადება გავაკეთო. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი ჩემთვის ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ ესე არის საჭირო რა. მოკლედ, მაილიგა დაახლოებით დავიწყე 7 თვის წინ, 9 წელიწადზე მეტია და აი ამ მაილიგამ, რავი, ხალხის ესეთი სიყვარული მოიპოვა, რომ მეტი რომ აღარ შეიძლება რა. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არის მაილიგის ბოლო სეზონი და მაილიგა სრულდება ამ სეზონით ჩემს არხზე. ეს არის მე-7 სეზონი. დავიწყე Manchester City-ით, იმიტომ რომ Liverpool-ით უკვე აზრი აღარ ქონდა გაგრძელებას. Arsenal-მა მოიგო ლიგა უკვე და აზრი აღარ ქონდა გაგრძელებას და დავიწყე City-ით. City იქნება ბოლო გუნდი, რომელთაც მე მაილიგას ჩავატარებ და City დავასრულებ მაილიგას, დავხურავ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სრულდება და აღარ იქნება არაფერი. არა, პირიქით ძმებო, უფრო უკეთეს ჩემი აზრით, უფრო უკეთეს კონტენტის დაწყებას ვაპირებ. შეიძლება ითქვას, რომ იყოს მაილიგაზეც უკეთესი. არ ვიცი, ვნახოთ როგორ მოიპოვებს ხალხის სიყვარულს და საერთოდ მოიპოვებს თუ არა მაილიგაზე უფრო დიდ სიყვარულს ხალხისგან. ეს იქნება ის, რომ ვითამაშებ დივიზიონებს და ავალ თქვენთან ერთად პირველ დივიზიონამდე. ჩემი ნერვების ფასად, თუმცა მიღირს, მართლა მიღირს. როგორც მაილიგა იყო, ეს დაიყოფება ეპიზოდებად. ვითამაშებ რეალურ მოთამაშეებთან და ახლა ვარ მე-10 დივიზიონში უფრო სწორედ. თქვენთან ერთად განვითარდები და შევეცდები რომ ავიდე დივიზიონ 1-მდე. ამიტომ ძალიან ავიცი გრანდიოზულ რაღაცას ვაპირებ მართლა მომავალში და როდესაც მაილიგა დასრულდება, უკვე დავიწყებ შემდეგ აი ამ ასე რომ ვთქვათ დივიზიონების თამაშს. ასე რომ ჩაუჯექით მაილიგის ბოლო სეზონს. ვიკაიფოთ ესე რომ ვთქვათ ბოლომდე, სანამ ეს მაილიგა დასრულდება და მომავალში უკვე გელოდებათ ესეთი გრანდიოზული კონტენტი, რომელსაც შემოვიტან ჩემს არხზე. ახლა კი დავიწყოთ მაილიგის ბოლო სეზონი. ძმებო, აი ესეთი გუნდი მყავს City-ით. City-ით დავიწყე კარიერა მაილიგის. გვარდიოლა მყავს მწვრთნელად და პირველი სათამაშო დღეა, ხო? აი ესეთი გუნდები, Sunderland, Burnley, Leeds United. United-ამდე ვითამაშებ დიდი ალბათობით დღევანდელ ეპიზოდს და პირობას გაძლევთ, რომ ამ მაილიგას ბოლომდე დავასრულებ. მართლა, აი ბოლომდე მივიყვან რა. Pep Guardiola არის ჩემი მწვრთნელი. ასე რომ, კაი, 2 წამი მე ახლა მჭირდება, manager optimization ნაყიდი მაქვს უკვე და დავიწყოთ პირდაპირ ლეგენდაზე. ბევრი ლაიქები ძმებო ამ ვიდეოს, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი. უდესი მადლობა ყველას წინასწარ. წავიდა. ამას არ ვითამაშებ რაღაცა ძალიან სერიოზულად, უსერიოზულესად და რაღაცას არ ვითამაშებ. ბოლო სეზონია და ჩემპიონში ვიკაიფებ, რომელ ადგილზეც გავალ და დავიწყოთ აბა იხსნება მაილიგის მე-7 ამჯერად ბოლო სეზონი, ამჯერად City-ით. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში City იქნება ის გუნდი, რომელთაც მაილიგას მოვიგებ, არ ვიცი, იმედი მაქვს. გაიხსნა სეზონი ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. Manchester City Sunderland-ი დაიწყო პრემიერ ლიგის ესეთი ღირსშესანიშნავი მატჩები. ხედავთ ფეხბურთელებს გამოდიან უკვე და ემზადებიან პრემიერ ლიგის სეზონის გახსნისთვის. Manchester City ყველა ვარიანტში შეეცდება რომ მოიგოს პრემიერ ლიგა და ნახოთ მოახერხებს თუ არა და იქნება თუ არა შესაძლებელი პრემიერ ლიგის მოგება ამჯერად უკვე Manchester City-ით. ხედავთ ფეხბურთელებს ყურდებიან, ყველაფერი მზად არის მატჩის დასაწყებად და მოდი პირდაპირ დავიწყოთ. გაათამაშა ერლინგ ჰალანდმა ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და გაიხსნა მაილიგა ბოლო სეზონი. კარგი იყო გვარდიოლემ, შვენიერი პასი ბერნარდო სილვას მიმართულებით, ერლინგ ბრაუტ ჰალანდი. ოდაკრას მოიმოხდებს, კარგი პასი იყო სავინიოს მიმართულებით. სავინიო, აბა ვნახოთ რა სიზამს. გენაცვალე, ცურკი. ჩემი
დედას ფიცავარ, ეს რა იყო, ბიჭო? ჯერ სავინიოს მოქმედება რა იყო? მერე ტრიველათი პასი და რაიან შერკის ამას შეხეთ განმეორებით. რა გაუძვრინა ფეხებს შორის სავინიოს საღოლ ბრატ. საღოლ ძმაო, ბრწყინვალედ იწყებს City სეზონს. ბრწყინვალედ იწყებს City სეზონს. აი ეს ტრიველა პასიც რამშვენიერი იყო და რაიან შერკი მეგობრებო, 1-0. მე-7 წუთზე გახსნა City მანგარიში. ღმერთებო, ეს რა გოლი იყო. ეს რა გათამაშება და ეს რა გოლი იყო. ბრავო. ბრავო. ვახ, საღოლ ჩემი. ნახოთ აბა სანდერლენდი როგორ უპასუხებს მანჩესტერ სიტის. აი ამ ბრწყინვალე გოლს, არ ვიცი ეს ისეთი გოლი იყო, ორ გოლს კი უდრიდა. ჯერ მარტო სავინიომ რაქნა და მერე რაიან შერკმა ბრავო, ბრავო. ძალიან მაგარი გოლი იყო მართლა. აი მოვიშოროთ აქ ბერნარდო სილვა, ჟერემი დოკუ. გაუყოლოთ ჰალანდს. საწართ. ბიჭო ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია რა. აი ჯერ ხო მატჩაპით გეთამაშებიან ყველა ვარიანტში, კარგი ხარ რუბენ. ჯერ ხო მატჩაპით გეთამაშებიან ყველა ვარიანტში, ანუ პასი მენა ვერ გააძვრენ მარტივად რა, ანუ იმენა პას ვერ გააძვრენ მარტივად მაი ლიგაში რა. და მერე კიდე გათამაშება აქვს ისეთ რაღაცა სასწაული ძმა, რომ აი რა ვიცი, ჩემი დედას მიცავარ, ბერნარდო სილვა კარგი იყო. ჟერემი დოკუ გაუყოლო თქო უნდა მეთქვა, მაგრამ არ გავიდა სამწუხაროდ ეს პასი. აბა, კარგი შეტევა აქვს ახლა აქ სანდერლენდს. ფრთხილად ბეჭო. აუ, გეხვეწები, ნუჭედ, აუ, კარგი რა, ამ გაჭედვების გამო მე რამდენი გოლი უნდა გამივიდეს, კარგი რა. აი ეს FPS დროპები უაზროდ რომ აქვს, ძალიან ცუდია რა. არ ვიცი ძმაო, აი ამ გაჭედვების გამო რამდენჯერ უნდა იმას ქნას, უკვე შენი. რამდენჯერ უნდა გამიტანონ გოლი. რამდენჯერ გოლს ვიტანენ, იმენა სულ მიჭეთავს. ლევის არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ოკეი. კიდევ ერთი შეტევა აქვს აქ სანდერლენდს. აი კარგი რუბენ დიას რა, ესეთი მცველი ხარ ბიჭო, ესეთი მცველი ხარ და რა საკეთებთ? ო, კარგი რა. რა კარგად დავიწყეთ არა და. აუ, ჩემი დედას ვიცავარ, მოდი აქ ეგრევე იმენა უნდა დაუდო. დავაი, ჰალანდ, საღოლ, მიდი. ერლინგ ბრაუტ ჰალანდი 2-2 კიკოფი ეგრევე აბა რა ბიჭო აბა რა შენ გენაცვალე აი განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აი დავსკიპოთ ეს ავრი წამი განმეორებით ნახოთ აი რა კარგი გათამაშება იყო და საიდან დაეწია ჰალანდი ბურთს შენ გენაცვალე და 2-2 ესე რა აბა რა კაი ნუ ვინ არჩუნებთ თამაში ვართ ჯერჯერობით ვნახოთ ჯერ კიდევ იდი აიმე ჯერ კიდევ ნახევარი თამაში წინ არის თითქმის და ნახოთ იმედი მაქვს შემოვატრიალებთ ამ თამაშს ჩვენს სასარგებლოდ ბერნარდო სილვას აი ეს კარდი გაფუჭებულია კიდე გეტყვით რომ გვარდიოლის კარდიც არის გაფუჭებული აქ რა კარგ პასებს აძლევს ღმერთო ჩემო ჰალანდი მაგრამ სავინიოს არ გამომივიდა ხო, ანუ აი ეს ორი კარდი არის გაფუჭებული რა, ბერნარდო სილვასი და გვარდიოლის, იმიტომ რომ ძალიან ძველი კარდებია ესენი რა, რაც მყავს ორივე ფეხბურთელის. და იმედი მაქვს რომ არ წარმოადგენდეს იქნება ეს რამე პრობლემას. ნუ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. კაი, ნუ 3 წუთი, მალე დასრულდება კიდევაც 2-2 დიდი ალბათობით. ნუ კი ბატონო, 2-2, ხო? კი. 2-2, კაი, პირველი ტაიმი დასრულდა. ძალიან კარგ მატჩს ატარებს, ესე რომ ვთქვათ, მანჩესტერ სიტი. ძალიან კარგად დავიწყეთ სეზონი და ვნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა იქნება, როგორ იქნება. ფრთხილად შემიძლია საო. არა ბიჭო, კაი, მე кайფები. აუ რატო რა, აი, ბურძე ხო ვერ ვათამაშე, კაი, 2 წამი ახლა. არა, აქ 3-2 ძალიან არ მაწყობს ძმა. 3-2 ძალიან არ მაწყობს. გეხვეწები მაიღე რა. შუაში დაარტყა ამ ნაბოლა რა მამან შუაში დაარტყა 3-2 გადავიდე ჩეტევაზე პირდაპირ. აუ კაი ხო არ გადაობ ჩემი რატო აი ეს ჩემი ბრალი იყო რა. რა მინდოდა, მაგრამ მაინც გაიტანდა გოლს, რა მნიშვნელობა აქვს ძმა. ნუ ეგრო არ მექნა, მაინც გოლს გაიტანდა. ნუ კაი. 3-2 სამწუხაროდ მარცხდებით
Sunderland-ის წინააღმდეგ, მეგონა რომ ძალიან მაგრად დავიწყეთ სეზონი, თუმცა ეს არ მოხდა და ჩემი შეცდომის გამო აგებს Manchester City 3-2-ს. აქ რა კარგი იყო, რაიან შერკი, რა კარგად მირბის. შენი, მიდი ბოლომდე. ოიმე ბიჭო, იქნება აუტი, რომელსაც მოვაწვდით ჩვენ. და იმედი მაქვს რომ ამ აუტს კარგად გამოვიყენებთ, აბა. შენ გენაცვალე მე რა კარგად გამოვიყენეთ. ვაიმე კინაღამ აქ კინაღამ. გაიქცა კი არა და შეცდომა დაუშვა მე კარემ, აბა. საით ახლა. ეურო აქეთ დავაი. სავინიო. ასე ამინდა და არა რუბენ არ დაარტყა. კაი, ოკეი, მე-80 წუთია და ჯანდაბა რა, რატო ბიჭო, რატო რა მინდოდა რა. გვარდიოლ მიდი ძმა. როდრიმ სავინიოსკენ კარგი პასი, რაიან შერკი. არა, არის ძალიან კარგად მეთამაშებიან მართლა რა, დაცვასაც ძალიან კარგად თამაშობენ. მატჩაპით ხომ მეთამაშებიან, რასაც მე ვერ ვიტან. მე არ მევასება მატჩაპით თამაში რა, ვერ ვუმუღამებ, ხალხო რა გავაკეთო. ყველაზე საჭირო რაღაცა არის, ვიცი, მაგრამ ვერ ვუმუღამებ. გვარდიოლი კარგი იყო ამ მომენტში, სავინიო, რაიან შერკი, ჰალანდი. პასი სილვასკენ 3 წუთი დაამატა კარგი რა და ადვენტიჩი დაჟე იქით გაწია. კაი ბიჭო, კაი. ფრთხილად აქ რუბენ დიას, ფრთხილად შემოძმაო. ოკეი. არა, დავმარცხდით სამწუხაროდ, რა კარგად დავიწყეთ არა და ის 2 გოლი, რა კარგი გოლი იყო და სამწუხაროდ არ იყო ეს გოლი, არ იყო. ძალიან ცუდად დავიწყეთ ნამდვილეში. 2-3 დავმარცხდით. პირველ ადგილზე არსენალია, ბუნებრივია. კაი. ხო, მე 16 ადგილზე ვართ, სამწუხაროდ. და დავიწყოთ პირდაპირ მოდი ლეგენდაზე. იმედი მაქვს ესეთი რაღაც აღარ განმეორდება. ყოველ შემთხვევაში ხშირად მაინც სავინიო არ არის ხოძე, რაც ძალიან ცუდია. Phil Foden-ი მიწევს თამაში ამ მატჩში. და მოდი აბა ერთ აუტ ვაიცუცდი გვარდიოლას აბა. და ვნახოთ აბა რა იქნება. კაი, დავიწყეთ ძმებო, აბა. ბევრი ლაიქები ძმებო ამ ვიდეოს შეგახსენებთ. 200 ლაიქს უნდა გადავწდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ბოლო სეზონია და ყველაზე მეტად ეს სეზონი უნდა დაფასდეს რა. ყველაზე მეტად ეს სეზონი უნდა დაალაიქოთ. ამ სეზონის ვიდეოები რა, ყველაზე მეტად. კაი. დავიწყოთ ბორმუთის წინააღმდეგ, გადავიდეთ შეტევაზე. გაათამაშეს ბურთის ფეხბურთელებმა, დაიწყო პირველი ტაიმი და ნახოთ აბა ამ ასე ვთქვათ მატჩში გამოიჩენს თუ არა თავს City, შეცდომებით დავიწყეთ რა თქმა უნდა, ბუნებრივია. არა, ეს ადამიანები ვარ, შეცდომას ყველა უშვებ, თავარია. მსგავს შეცდომა მეორე და გამიმეოროთ, კარგი იყო დონარუმა ამ მომენტში. რუბენ დიას მიდი ბოლომდე უნდა ვეთამაშო. მატჩაპს რა ვიცი ბიჭო. როდრიმ კარგი იყო შერკი, რაიან შერკი. შვენიერი პასი Phil Foden-ის მიმართულებით სად გამოიყვანა მეკარე. ლევის მით დაარტყი რა. ლევის დაარტყი. ვინაცადა ძმა. კარგი გაყოლება. ეს როგორი კითხება, ნოური თუ ვიღაცა, არ ვიცი ძმებო. ჩავაწოდე ბიჭო. ვაიმე. Kyle Walker-ი სხვათა შორის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობს. იქამდე. აბა როდრი, ვაიმე, Phil Foden. 1-0 Phil Foden-ი გატანილი გოლის ავტორი. დამანახეთ Phil Foden რომ შენ ნამდვილად Foden-ი გაწერია. Remember my name, Phil Foden. 77 წუთზე გახსნა ანგარიში Phil Foden-მა და გახარებული გვარდიოლა კი არა და გვარდიოლა. თქვენს ეკრანებზე მეგობრებო რომ განმეორებით ნახოთ. როდრი შორდანი, იმიტომ დავარტყმევინე იდეაში რომ შორდან დარტყმა ძალიან მაგარი აქვს როდრის. მისი შორდან დარტყმული გოლები ალბათ გინახავთ ბევრი. და Phil Foden-მა გახსნა ანგარიში საბოლოოდ ამ მომენტში არ გაუმართლა როდრის, მაგრამ გაუმართლა ამჯერად Phil Foden-ს, რომელიც ჩასაფრებული იდგა კარის გვერდზე. ოკეი. 1-0. ნახოთ აბა რა სიზავს Kyle Walker-ი ჩვენს წინააღმდეგ. არა, ტრანსფერებს რო განვახორციელებ, Kyle Walker-ი უნდა დავაბრუნო City-ში რა. უეჭველი ლევის უნდა გავაეინო და
მაგის ნაცვლად კაილ უოკერი უნდა მოვიყვანო რა. უეჭველი. თან ხომ იცით, ხომ გახსოვთ? აი OG გაუნწერებს გემახსოვრებათ. აი ეს ქარდი კაილ უოკერისა. შორიდან რო სასწაულებს აკეთებდა. შორი მანძილიდან. ისევ კაილ უოკერი. აი ეგ ქარდი უნდა დავაბრუნო უეჭველი ბრატ. ხო და. ამიტომ ელოდეთ ძმებო, კარგი ეპიზოდებს ელოდეთ. 1-0. მინიმალური ანგარიში დავამარცხეთ ბარნლი. კაილ უოკერის სამჟამინდელი გუნდი. ხო, საინტერესო ეპიზოდებს ელოდეთ მაილიგისას. ტრანსფერებიც იმედი მაქვს რომ კარგ ტრანსფერებს გამახორციელებ, მე-16 ადგილიდან მე-10 ადგილზე ჩამოვედით, nice, კარგია. ჩამოვედით და დავედით უბრალოდ და ლიდსის წინააღმდეგ ახლა უკვე მორიგი მატჩი. გაი, პირდაპირ დავიწყებ, ხა არ მინდა იქ რაღაცა იმის შეცვლა და გადასვლა და გადმოცვლა. იდეაში შერკი გვარდიოლი და ისა რა ქვია მაგას დონარუმა ხოძე იყვნენ, მაგრამ ეს როგორ დამილაგა გუნდი ამას შეხედეთ. კაი, ჩემო ძმაო, ლინკაპლი, არა ძმა, არა. სად არის ეხა? დოკუ, რა თქმა უნდა, აქ მჭირდება და ლევისი. აი აქ. პროსტა ლევისს აქ ერთი ესეთი მინუსი რა, რასაც დავაკვირდი რა. მარჯვენა მცველი არის, მაგრამ აი ცენტრფორვარდის პოზიციაზე იჩიტება ყოველთვის და თავის პოზიციაზე არ არის ხოლმე და რა პონტია? ლევის დარჩის მასადაც ხარ. ტიპი იმენა სულ სადაც აი იმაში იყო რა. ყოველთვის თითქმის მეტოქის საჯარიმოში მართლა. კაი, ლიდსი სიტი. ნახოთ ქალაქელები რა სიზამენ ამ მატჩში. მოდი პირდაპირ გადავალ შეტევაზე. გავათამაშოთ ბურთი და დავწყეთ ეგრევე. კარგი გათამაშება, ბრავო. აბა ვნახოთ კიკოფი იქნება კიდევ ერთი. სავინიო კარგი იყო. ვაიმე არ მაცადეს, აბა როდრი მაინც, ოკეი. კაი. არა, ვერ შევძელი კიკოფი. სამწუხაროდ. და ახლა უკვე ლიდსის ფეხბურთელები გადმოვიდნენ შეტევაზე. ეს ძალიან ცუდია. ვახ ბიჭო, ლიდსი რო ესე გეთამაშება, არტეხავს. გვარდიოლის მოშორება ძალიან მომეწონა. გვარდიოლის მოშორება რაღაცა ძალიან მაგარი იყო. აბა ჰალანდ მინდი რა. აბა მე-13 წუთი ამასობაში დარტყმა კიდევ ერთი. ვაიმე, საიდან ვერ გაიტანა ბიჭო. ნახეთ ძმებოს. რა კნაჩები. სად დაარტყა ძმამ? ცარიელ კარში, დონარუმას მაგის აღების შანსი არ გქონდა და საით დაარტყა ჩემი. სააღო. ბრავო ლიდს, შვენივრად დაიწყო პირველი. კარგი იყო ჰალანდი. და სინის სხვასაო გადაგხდება თავსაო შენი კარგი 39 წუთი ამასობაში მეგობარნო ძმანო და ჯამაათნო. კარგად ათამაშებენ სხვათა შორის ბურთს. როდრი, ჰალანდი, ბერნარდო სილვა, კარგი პასი ჰალანდის მიმართულებით, ჰალანდი და გაიტანო ეს მაინც. 1-0, აბა რა. ვახ, 53 წუთზე გახსნა ერლინგ ბრაუტ ჰალანდმა ანგარიში და დააწინაურა ქალაქელები ლიდსის წინააღმდეგ. მეორედ ნახოთ ეს ეპიზოდი რა თქმა უნდა. კარგი გაყოლება იყო აქ ბერნარდო სილვასგანაც. და იქ ბერნარდო სილვა ბურთს რო ითხოვ და ერთი სად ითხოვ და გამიყოლეო. ერთ-ერთი გაიყო რა ჰალანდი და კიდევ იქით ითხოვ და გამიყოლე ძმა. და სიზახე შენ ვერ გაიტან. ოკეი, კაი. 1-0 არის რა. ბიჭო, ეს მინიმალური ანგარიში კარგი ხო გასაგებია, მაგრამ აბა აქ ბერნარდო სილვა ვაიმე სად მოასწრო ჩასრიალება ჩემი დედასპიცა ვარ. კაი, პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიში დავასრულეთ. ეს 1-0 გავიგე, მაგრამ მეორეც გვინდა ძმა, მეორეც გვინდა უეჭველი. დაიწყო მეორე ტაიმი პრინციპში. ნახოთ მოახერხებს თუ არა სიტიმ ერთზე მეტი გოლის გატანას. რა მნიშვნელობა აქვს ხლა მინიმალური ანგარიში და 1-0 და ეს მოგებაო ვიტყვით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მოგება, მთავარია. გავიდეთ პირველ ადგილზე და ერთ შეხედვით ნახევრადაც შეიძლება ვიკაიფო რა, იმიტომ რომ მაინც რადგან შეგახსენეთ რომ ბოლო სეზონია. იქიდან გამომდინარე, დიდად რა კარგი პასი იყო აქ ჟერემი დოკუზე. ჟერემი დოკუ გამიკეთე ის აღრიშდა.
ხჩები, აი ეს დოკოს ის ძალიან მომწონს ეს აღნიშნა. გრიდი. ეს კარგი გოლი გაიტანა ჟერემი დოკომ. 2-0 ესე რა, ესე ცოტა გამოფხიზდით, ბიჭო, ცოტა გამოფხიზდით, ხოძე მოდით ძმაო, სიტი ხართ ბოლო მანჩესტერ იუნაიტედი კი არა. არა, მანჩესტერ იუნაიტედი ხა ნელა იხოდება. კარგი იყო აგისევ დოკუ, ნუ არ გამომივიდა, ოკეი, კაი, არაფერი, არა უშვის, ეგ არაფერი. კიდევ გვექნება იმედი მაქვს ესეთი მომენტები. 3 წუთი დაამატა თავარ დროს არბიტრმა და კარგი იყო აქ რა, კარგი იყო გვარდიოლი ღმერთო, სავინიო მიდია პერთი გაჭიმეს სავინიო. აი ნახეთ ბიჭო, ლევისი სად არის, ჩემი დედას პიცავ, ანუ კაი, გასაგებია ხა შეტევაზე რომ ყავს გადაყვანილი, მაგრამ ტიპი თამაშობს, ანუ შეტევაზე არ მყავდა გადაყვანილი, მაგრამ იყო საჯარიმოში. 2-0 ერლინგ ბრაუტ ჰალანდი გახდა მატჩის MVP. კი ბატონო. მშვენიერი იდეალური გადასარევი გენიალური. კაი, ერთი მარცხის სამწუხაროდ, მაგრამ 2 მოგება ჩელსი არის პირველ ადგილზე. საინტერესოა. კიმატჩი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ეს უეჭველი უნდა ვიყიდო. მენეჯერ ოპტიმიზეიშენი ყველა ვარიანტში მჭირდება. ვიყიდოთ აუცილებლად. და ვითამაშოთ კიმატჩი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. წავიდა, დავიწყეთ. საინტერესოა ის რომ ოლდ ტრაფორდზე არის თამაში, მანჩესტერ იუნაიტედის სტადიონზე. ყველა ასე თუ ისე ხოძზე არის. კი ბატონო. ოკეი. კაი, დავიწყეთ. დაიწყო კიმატჩი, მეგობარნო, კიმატჩი. კაი, დავიწყეთ, აბა. ისინი შეტევაზე არიან განმოსულები, ჩვენ შეტევაზე ვართ გადასულები და კარგი შეტევა აქვს ახლა აქ პირველივე წუთებზე. რა ტექნიკური დარტყმა იყო, აქ თამაშგარი არ იყო, წინ იყო ცოტათი მე როგორც მომეჩვენა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმენა თვალის ხედვა სასწაული. დონარუმა პირდაპირ წინ გაუშვა ჰალანდის მიმართულებით. აბა ჰალანდ. ოკეი, ეს არაფერი განსაკუთრებული. კაზემირო ლევისი არის მის წინააღმდეგ, ვერაფერი ისეთი. აუტი, რომელსაც მოაწვნიან იუნაიტედის ფეხბურთელები, კაზემირო ბურთან, მშვენიერი პასი იყო, კაზემირო ვერ დაგიწუნებ ვერაფერს. აბა ჰალანდი, მოდი პასი გავუკეთოთ ბერნარდო სილვას. ბერნარდო სილვა, გავაჭიმინოთ ბერნარდო სილვას, შენი ჰალანდი. 1-0 ზუსტად მე-9 წუთზე დაასვა ჰალანდმა. მე-9 წუთზე იმენა დაასვა, დააჭედა. 9-0. 1-0. ოლდ ტრაფორდზე მარცხ ხდება მანჩესტერ იუნაიტედი. მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. ეს მანჩესტერული დერბი მეგობარნო. კი ბატონო. ძალიან კარგი. ახლა უკვე ყველანაირად უნდა ვეცადო რომ გოლი არ გავატანინო მათ და რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანო იქით მანჩესტერ იუნაიტედს. აი ესეთი რამხელა ისტორიის მატარებელი გუნდი და რა დაემართა ამ გუნდს ჩემი დედას ვიცავ. რამხელა ისტორიის მატარებელი გუნდია არა და მანჩესტერ იუნაიტედი მართლა, აი რავი. ძალიან ბევრი კლუბი არ არის ისეთი ისტორიის მატარებელი როგორც მანჩესტერ იუნაიტედია. აქ არაფერი ისეთი. რა მოხდა ძმა? რაზე მაჯარიმე ბიჭო? რაზე დამაჯარიმა კაცო? რატო დავსკიპე ეგეც არ ვიცი, მაგრამ რაზე დამაჯარიმა? ოკეი, არ ვიცი ძმაო. ოკეი, უკან გაათამაშებდა მეგონა, მაგრამ ვერ მივუხდი. ხო, შეგახსენეთ რომ აი ამ ფეხბურთელის სახელი როგორ წარმოთქვა სწორად, ეგ დამიწერეთ კომენტარებში ძმებო, იმიტომ რომ აი ნოური თუ რა ქვია, რა ვიცი. კაი, აქ აუტი. აბა, ჩაწოდა პირდაპირ საჯარიმოში, გვარდიოლ მოიშორე, როდრი, კარგი რა, ეს ბალონდორი თყოლად მოიგე. დავაწექი მაზოლზე წიხლი დავაჭირე. სავინიო რა კარგია აქ მშვენივრად მირბის სავინიო. ვიცა ჰოპ. ცოტა გავრისკე, მაგრამ no risk, no story, brother. აბა 2-0. დამაჯერებელი ანგარიში თიგებს სიტი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. სავინიო, სამ ფეხბურთელი იყო მის წინააღმდეგ, ცოტა გავრისკე, სიმართლე გითხრათ, ცოტა კი რა, ძალიან გავრისკე, მაგრამ ამას ვეძახი მე გაიფს. აი ეს
აი ესე და ამგვარად. That's-it. კაია, მშვენიერი ძმაო, იდეალური ძმაო, გადასარევი ძმაო, გენიალური ძმაო. 25 წუთი ამასობაში მეგობარნო ძმანო და ჯამაათნო. აი, ორაიან შერკი. მშვენიერია, კარგად მიიწევს ძალიან. ბრუნო ფერნანდესი მეშლება, ბიჭო, ეს ბერნარდო სილვა ტრიველა, სუსტი ტრიველა იყო, ცოტა ძლიერი ყოფილიყო, შეიძლებოდა რაღაცა რო ექნა. 3 წუთი დაამატა ძმებო, ანუ მაგ მომენტის მერე დედას უფიცავარა ერთი მომენტიც არ მქონია ესეთი რაღაცა ნორმალური. აი აქ შეიძლება ახლა, არაფერი არ შეიძლება. ერლინგ ხალანდი. კაი, დასულდა 2-0. ძალიან კარგი 4 მატჩში 3 მოგება, 1 მარცხი ისის დასაწყისში. არ აუშავს. აი ესე გავაგზელოთ, შვენიერი იქნება, ძალიან კარგი იქნება და დიდი ალბათობით ესე თუ გავაგზელეთ, რა თქმა უნდა, მოვიგეთ და ლივერპული, ანუ ახლა არის ლივერპული პირველზე, მაგათი. მოკლედ, ძმებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მადლობა რომ უყურეთ ბოლომდე ამ ვიდეოს. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტივირეთ ზარზღილაკი და მე კიდე დაგემშვიდობებით დასრულდა მაილიგის ბოლო სეზონის პირველი ეპიზოდი. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. Bye bye.